კონკურს მომავლის მწერალი სამი გამარჯვებული ყავს. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გავლენას და საზოგადოებისთვის გაცნობას. დაჯილდოების ცერემონიას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, კონკურსის ჟურის წევრები და მონაწილეები მწერლები, გამომცემლები და რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება კულტურის სამინისტროში შედგა. ასეთი პროგრამა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე სხვა დედაქალაქისთვის და დიდი ქალაქებისთვის, მაგრამ აუცილებლად გამოყოფილი მაღალმთიან რაიონებს, სადაც რომელიც უშუალოდ ის ასე ვთქვათ კომპონენტი საერთოდ მიმართული და მისიას წარმოადგენდა. კულტურა, რომელიც ყველასია დღეს აუცილებლად იქ მაცხოვრებელი ადამიანის უნდა იყოს. ვინახულეთ სკოლები, ვიყავი მან და ძალიან ნიჭიერი ბავშვებიც ვნახე. გამრავალფეროვნება ეს მიმართულება ჩვენ მუსიკოსებსაც, სახალხო თქმელებსაც, ბავშვებს, სკოლის მოწაფეებს, სხვებსაც აუცილებლად შევეხიდებით ჩვენი ყურადღებით. მოხარული ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა ამ კონკურსში. საკმაოდ კარგი ტენდენცია შემიჩნევა. ახალგაზრდები ძირთან დღეს გადავხედავთ ძალიან ასეთი უსაშორს არიან, ასეთი ყოველი კონკურსი გვაახლოვებს თან. მე ერთ-ერთი ვარ იმ 7 კონკურსად შორის, რომლებიც საფრთხო ადგილებზე გავიდნენ.